ვაგრძელებთ საუბარს ნევრასთენიაზე. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მიჭირს ესე თან დროის დაფიქსირება და თან საუბარი. ამიტომ უკაცრავად თუ წინა ნაწილი ესე უცებ გავწყვეტ, რომ დავინახე, რომ 15 წუთი გადის და შემდეგ ვეღარ შევძლებდი ამის ატვირთვას, ამ ფაილის ატვირთვას. მოგახსენებდით იმას, რომ ეს სხვადასხვა ახასიათებს ნევრასთენიას, რომ დაამთავრებს ადამიანი, უпростоრად დამთავრდება ეს რაღაცა საქმიანობა, რომელიც სტრესთან იყო დაკავშირებული და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება ეს ნევრასთენიული სიმპტომატიკა. ამიტომ ზუსტად ვერ ვიტყვით, რომ ვიცით, ნამდვილად და დაზუსტებით, რა გახლავთ ნევრასთენიის გაჩენის მიზეზი. ერთი რამ, ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად ხანგრძლივი სტრესი, ნამდვილად ესეთი გამოუვალი მდგომარეობის განცდა, ესეთი ფიზიკური დატვირთვა, არანორმალური ფიზიკური დატვირთვა, თქვათ, ხანგრძლივი ავადმყოფობა ნამდვილად ხელს უწყობს ნევრასთენიის გაჩენას. მაგრამ არის თუ არა ეს ერთადერთი მიზეზი ნევრასთენიისა, ეს არ ვიცით. ამ ჯგუფს ნევრასთენიაში შედის კიდევ ერთი დაავადება, რომელსაც მენეჯერის სინდრომი დაერქვა სახელად, რომელიც პრინციპში ნევრასთენია არის, მაგრამ განსხვავდება ნევრასთენიისგან იმით, გაცხოვოთ, რომ მენეჯერის სინდრომის დროს ამ სიმპტომატიკას, რომელიც აღწერეთ, ემატება ხოლმე საკმაოდ სერიოზული სიმპტომატიკა, როგორიც არის მაგალითად მაღალი წნევა და გულის იშემიური დაავადებები და მინდა გითხრათ, რომ მენეჯერის სინდრომი თვითონ მენეჯერის სინდრომი არა, მაგრამ მენეჯერები ძალიან ხშირად არიან ხოლმე ინფარქტის კანდიდატები. ამას თავისი მიზეზი აქვს, ეს გახლავთ არანორმალური ცხოვრების და მუშაობის რიტმი, ეს გახლავთ გამუდმებული სტრესი, ეს გახლავთ მჯდომარე ცხოვრების წესი, ეს გახლავთ მუდმივი დაძაბულობა და ასე შემდეგ. რაც შეეხება მკურნალობას ნევრასთენიისას, მინდა გითხრათ, რომ ნევრასთენიის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, კარგად მოქმედებს ძალიან ფიზიკური დატვირთვა, ფიზიკური აქტივობა, დასვენება, სადმე დასასვენებლად დასვლა, ფსიქოთერაპია და რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევებში აუცილებელი ხდება ხოლმე მედიკამენტოზური მკურნალობაც. და როგორც გითხარით, ეს პროცესი შეიძლება საკმაოდ გაიწელოს დროში. მე მგონი, ეს ინფორმაცია ჩვეულებრივი ადამიანისთვის ნევრასთენიის შესახებ არის სრულიად საკმარისი და ვინაიდან ახლა გვაქვს კიდევ ცოტა დრო, მოდით მოკლედ ვისაუბროთ შფოთვის, ანუ შიშის ნევროზზე, ხან ისე ეძახიან და ხან ესე. ამ ნევროზის მთავარი ნიშანი, სიმპტომი თუნდაც გახლავთ შიში ან ძლიერი შფოთვა. მინდა გითხრათ, რომ ამიტომ ესეთი ეს თვითონ ნიშანი თავისთავად ესეთია, იცით, ბუნდოვანი, რადგან შიში აბსოლუტურად ნორმალური თვისება გახლავთ ფსიქიკის და შეუძლებელი ადამიანი შიშის გარეშე რომ იყოს, იმიტომ რომ პრინციპში ალბათ ძალიან მალე დაიღუპებოდა, რომ ვთქვათ, დაუშვათ თავს დადებდა რელსებზე და დაინტერესდებოდა რა მოხდება მატარებელმა რომ გამოიაროს. რა თქმა უნდა, ეს უწრიდებული მაგალითია, მაგრამ მე მგონი ხვდებით რაზეც არის საუბარი. მაგრამ ამ ნევროზის დროს, შიშის ნევროზის დროს, ეს შიში გახლავთ ძლიერი, ცით ისეთი რაღაც ძალიან დიდი ინტენსივობის. და თან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფაქტიურად ადამიანმა არ იცის მიზეზი,
ამ შიშის წარმოშობისა და იმდენად თქვათ გაურკვეველია ხოლმე როგორც ამ შიშის წარმოშობის მიზეზი ზოგჯერ ისიც თუ რისი ეშინია კონკრეტულად რომ ძალიან ხშირად თქვათ ადამიანი არ ქმნავს ხოლმე ამ შიშს სახელს აი დაუშვათ როგორიც არის თქვათ მომავლის შიში მაგალითად ან მარტოობის შიში მეტა ეს თავისთავად ეს ცნებები რაღაც ძალიან ბევრ რამეს მოიცავს ასევე თქვათ შიშის ნევროზს ახასიათებს ესეთი ძლიერი შფოთვა მოლოდინისას. აი, როდესაც ადამიანი თქვათ მოლოდინის შემთხვევაში აი ძალიან ძლიერ შფოთვას განიცდის, ესეც აი ამ ნევროზის ნაწილი გახლავთ. ხშირად შიშის ნევროზს, ან შფოთვის ნევროზს ახასიათებს ეგრეთ წოდებული დერეალიზაცია. დერეალიზაცია ეს გახლავთ განცდა, რომ ჩვენს გარშემო არსებული სამყარო რეალური არ არის, რაღაცა სიზმრისეულია, ესე ვთქვათ. და ახასიათებს ასევე განცდა, რომელსაც დეპერსონალიზაცია ჰქვია. როდესაც ეს განცდა არარეალურობისა საკუთარ თავზე ამ არარეალურობის განცდა საკუთარი თავის მიმართ განიცდის ადამიანი. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან უსიამოვნო განცდა, მართლა ძალიან უსიამოვნო განცდა. იმდენად უსიამოვნო განცდა გახლავთ, რომ პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ ურჩევნიათ ტკივილი ვიდრე აი ამ დეპერსონალიზაციის განცდა. მკურნალობა საკმაოდ რთულია, ძალიან დიდხანს გრძელდება და ვერ გეტყვით რა ფორმა მკურნალობისა არის მაქსიმალურად ეფექტური. სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა პიროვნებასთან სხვადასხვა მეთოდი იძლევა ხოლმე დადებით შედეგს. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მიზანი არ არის რომელიმე თეორიის, მიმდინარეობის ან სკოლის პროპაგანდა. ჩვენი მიზანია უბრალოდ ვეცადოთ მაქსიმალურად აღწეროთ ესა თუ ის ფსიქოლოგიური პრობლემა, ესა თუ ის ფსიქოლოგიური მოვლენა, თუ დაუშვათ საჭირო გახდა ესა თუ ის ფსიქოლოგიური თეორია და თქვათ შეიქმნათ წარმოდგენა იმაზე, რაზეც ვისაუბრებთ. მართალი გითხრათ, მე პირადად მიმაჩნია, რომ არ არსებობს არც უნივერსალური ფსიქოლოგიური თეორია, რომელიც ყველაფერს ხსნიდეს და მით უმეტეს არ არსებობს უნივერსალური მეთოდი, რომლითაც შეიძლება ყველა ფსიქოლოგიური პრობლემის განკურნება. ამიტომ ჩვენთვის ალბათ ყველა საინტერესოა ესეთი პატარ-პატარა დოზებით და ვეცდები, რომ აი ამ, ასე ვთქვათ, აი ამ ტალღაზე დავრჩეთ ბოლომდე. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ მე ძალიან მოკლედ დღეს გითხარით, მოგახსენეთ ასთენიური ნევროზისა და შფოთვის ნევროზის შესახებ მოგაწოდეთ ინფორმაცია. შემდეგ ორშაბათს ვისაუბრებთ ფობიებზე და ფობიკურ ნევროზზე, რომელიც ასევე საკმაოდ საინტერესოა და რომელიც ალბათ საკმაოდ ბევრად უფრო გავრცელებულია ვიდრე შფოთვისა და შიშის ნევროზი და თუ გვექნა საშუალება მინდა რომ დეპრესიაზეც გითხრათ რამოდენიმე სიტყვა ან თუ დროში ვერ ჩავეტიეთ დეპრესიას შეიძლება ერთი ცალკე საუბარიც დაუთმოთ, რადგან დეპრესია ასევე საკმაოდ გავრცელებული ფსიქოლოგიური პრობლემა გახლავთ დღეს. ესე რომ სანამ დაგემშვიდობებოდეთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ანუ ზეკ
12-ის ნახევარზე თბილისის დროით იქნება ეს კითხვა-პასუხის საღამო და ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს და როგორ წარიმართება. მართალია გითხრათ, პირველად ვაკეთებ და რანაირი თქვათ გამოცდილება ამაში არ მაქვს. და კიდევ ერთხელ გაჩვენებთ მისამართს ინტერნეტისას, სადაც იქნება, ეს გახლავთ ჩემი ბლოგი, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით გავხსენი, და აი ამ ბლოგზე იქნება აი ამ live stream-ის, აი ამ ინტერნეტ ტელევიზიის მისამართი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ.